1997 წლის 28 თებერვლის დილას ლოს-ანჯელესში ლორელ კანიონის ბულვარის 6600 ნომერში მდებარე ამერიკის ბანკის ფილიალში ორი მძიმედ შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა ძარცვის მიზნით. თავდასხმა მალევე გადაიზარდა სასტიკ და სისხლიან შეტაკებაში პოლიციასა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებთან. ლოს-ანჯელესის ცენტრის საომარი მოქმედებების ზონას დაემსგავსა. ამ საზარელ სანახაობას კი შოკირებული მოსახლეობა პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ოცდაათიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 9000-ზე მეტი ბანკის ძარცვა ხდებოდა. აქედან ყოველი მეოთხე შემთხვევა კი ლოს-ანჯელესის ბანკებში ფიქსირდებოდა. ხოლო ეს რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდებოდა. საშუალოდ ლოს-ანჯელესში ყოველ 45 წუთში ერთხელ ხდებოდა ბანკის გაძარცვა. იმ პერიოდში ბანკის ძარცვა შედარებით მარტივი იყო და თითქმის არასოდეს მოიცავდა მსხვერპლს. საშუალოდ მძარცველები ძარცვისას მხოლოდ $500-მდე თანხას იტაცებდნენ, თუმცა შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ ბანკებმა მკაცრი ზომების მიღება დაიწყეს. დაიქირავეს შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები. ნაღდი ფულის შეკვრებში დაამონტაჟეს მინიატურული GPS მონიტორები და საღებავიანი ასაფეთქებელი პაკეტები, რომლებიც აფეთქებისას ფულს საღებავით სვიდნენ. ბანკების შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დააყენეს ვიდეოკამერები. ხშირად სვლიდნენ ფულის გადატანის გრაფიკს, ხოლო ნაღდ ფულს სპეციალურ მაქსიმალურად დაცულ სეიფებში ინახავდნენ. ამასთან ერთად მთავრობამაც გაამკაცრა სასჯელი და ბანკის ძარცვისთვის პატიმრობის მინიმალური ვადა 25 წლამდე გაიზარდა. გატარებული რეფორმების შედეგად 1995 წლისთვის ლოს-ანჯელესში ბანკების ძარცვის რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა, თუმცა არსებობდნენ ისეთი საშიში და თავზე ხელაღებული დამნაშავეები, რომელთაც გამკაცრებული კანონებიც კი ვერ აჩერებდა. ისინი ახალ რეალობაში ცდილობდნენ ადაპტირებას და რაც უფრო მაღალი იყო რისკი და დაბრკოლება, მით უფრო ფრთხილად და პროფესიონალურად გეგმავდნენ მასშტაბურ ძარცვებს. ამავდროულად ისინი უფრო ამბიციურები და სასტიკები ხდებოდნენ, იმისთვის რომ თავიდან აეცილებინათ 25 წლიანი სასჯელი ხშირად ჰყავდათ მძევლები და საჭიროების შემთხვევაში არც მკვლელობებს ერიდებოდნენ. სწორედ ამ ახალი დაუნდობელი კრიმინალური თაობის წარმომადგენლები იყვნენ ლარი ფილიპსი და ემილ მატასარიანუ. ლარი ფილიპს უმცროსი 1970 წლის 20 სექტემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. მისი მამა ლარი ფილიპს უფროსი არაერთხელ იყო გასამართლებული სხვადასხვა დანაშაულისთვის, რაც მომავალში მძიმედ აისახა შვილის ცხოვრებაზე. სწორედ მან უბიძგა ლარის კრიმინალური ცხოვრებისკენ და ჩაუნერგა ძლიერი ზიზღი პოლიციის მიმართ. ლარი ფილიპს უმცროს პოლიციისადმი სიძულვილი 6 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა ერთ დღეს შეიარაღებული პოლიციელები მათ სახლში შეიჭრნენ მამის დასაპატიმრებლად. პატარა ლარიმ საკუთარი თვალით იხილა, როგორ დააპატიმრეს მამა, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძლიერად აისახა. მამის დანაშაულებრივი ცხოვრების გამო მშობლები მალე გაშორდნენ, თუმცა მამა-შვილთან ურთიერთობას აგრძელებდა და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის ხშირად ავარჯიშებდა ლარის ცეცხლსასროლი იარაღით მიზანში სროლაში, რათა ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ესწავლა. ამან ლარის იარაღის მიმართ ძლიერი ინტერესი და სიყვარული გაუჩინა. 13 წლის ასაკში ლარიმ სწავლას თავი დაანება. მას მხოლოდ ფული და ძალაუფლება იზიდავდა და მათი მოპოვება მარტივად კრიმინალური გზით სურდა. 1989 წლის 2 სექტემბერს 19 წლის ასაკში ლარი პირველად დააკავეს მაღაზიის ძარცვისთვის, საიდანაც $400 ღირებულების საქონელი მოიპარა. მან პოლიციის განყოფილებაში 3 დღე გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ შეექმნა სამართალდამცველებთან პრობლემები. ამჯერად ის უძრავი ქონების უკანონო გაყიდვაში იქნა მხილებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში შეძლო თავის დაწვრენა, შეცდომებზე ვერ სწავლობდა. გამდიდრებისა და ძალაუფლების ძლიერი წყურვილი მას ისევ კრიმინალური გზისკენ უბიძგებდა. ლარის არ ესმოდა, რატომ უნდა ეცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, რატომ უნდა ემუშავა ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 5-მდე, სანამ პენსიაში არ გავიდოდა. სიმდიდრისა და ძალაუფლების გარდა მას
კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა ბოდიბილდინგი, რის გამოც ლარი დიდ დროს ატარებდა სპორტ დარბაზში. სწორედ იქ გაიცნო მან რუმინელი ემილ მატასარიანუ, ბოდიბილდინგისა და ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარული ახალგაზრდა. ლარისაც და ემილსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, თუმცა მიზეზები განსხვავებული იყო. ემილ მატასარიანუ 1966 წლის 19 ივლისს რუმინეთში დაიბადა. 70-იან წლებში მისი ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ემილს კლასელები მუდმივად დასცინოდნენ მისი აქცენტისა და ზედმეტი წონის გამო. ამის შედეგად ის საკუთარ თავში ჩაიკეტა და უმეტეს დროს სახლში ატარებდა, კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა მას იარაღისადმი დიდი ინტერესი. ემილს ძალიან უნდოდა წონის დაკლება. მალევე ის ბოდიბილდინგმა გაიტაცა და რეგულარულად დაიწყო ვარჯიში, რის შედეგადაც 50 კილოგრამზე მეტი დაიკლო. სწორედ სპორტ დარბაზში 1989 წელს მან გაიცნო ლარი ფილიპსი. ბიჭები მალევე დამეგობრდნენ, რადგან საერთო ინტერესები ჰქონდათ. ორივეს უყვარდა იარაღი და ბოდიბილდინგი. ლარი ფილიპსი მათ ურთიერთობაში ლიდერი და მანიპულატორი იყო. ის მთლიანად აკონტროლებდა ემილ მატასარიანუს და მასზე დიდ გავლენას ახდენდა. საბოლოოდ კი მათი მეგობრობა, რომელიც თითქოს მხოლოდ საერთო ინტერესებზე იყო დაფუძნებული, მალევე გადაიზარდა ერთობლივ კრიმინალურ დანაშაულებში. პირველი შეიარაღებული ძარცვა ფილიპსმა და მატასარიანუმ 1993 წლის 20 ივლისს კოლორადოს შტატის ქალაქ ლიტლტონში განახორციელეს. მათ იარაღის მუქარით ბანკის წინ გაჩერებული ნაღდი ფულის გადასატანი ჯავშან მანქანიდან თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ. 3 თვის შემდეგ 1993 წლის 23 ოქტომბერს გლენდეილის პოლიციამ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტომობილი გააჩერა, რომელსაც მართავდა ლარი ფილიპსი. მასთან ერთად მანქანაში მისი მეგობარი ემილ მატასარიანუ იმყოფებოდა. მატასარიანუმ პოლიციას უთხრა თითქოს ავტომობილი ლარის დედას ეკუთვნოდა. სინამდვილეში კი ის ნაქირავები იყო. მანქანის მონაცემების გადამოწმებისას პოლიციამ მალევე დაადგინა, რომ ავტომობილი ნაქირავები იყო. შემდეგ კი მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა და გაჩხრიკა. ჩხრეკისას ლარი ფილიპს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. პოლიციამ მას ხელბორკილი დაადო და დახმარება გამოიძახა. შემდგომი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ავტომობილში აღმოაჩინეს 2 ნახევრად ავტომატური დასაკეცი შაშხანა 1600-ზე მეტი ვაზნით, 2 პისტოლეტი 1200 ვაზნით, რადიოსკანერები, 6 კვამლის გამშვები ყუმბარა, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ჯავშან ჟილეტები, პარიკები, წამზომი, ნიღბები და მანქანის 3 სხვადასხვა სანომრე ნიშანი. თავდაპირველად ლარი ფილიპსსა და ემილ მატასარიანუს ძარცვის დაგეგმისთვის წაუყენეს ბრალი, თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საქმე წყვილმან დანაშაულად გადაკვალიფიცირდა. შედეგად კი ორივეს 100 დღიანი თავისუფლების აღკვეთა და 3 წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. გათავისუფლების შემდეგ ჩამორთმეული ნივთების უმეტესი ნაწილი დაუბრუნდათ, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გარდა. ციხიდან განთავისუფლებიდან 1 წლიანი პაუზის შემდეგ 1995 წლის 14 ივნისს ლარი ფილიპსი და ემილ მატასარიანუ ლოს-ანჯელესის შტატის ქალაქ ვინეტკაში ფულის გადასატან ჯავშან მანქანას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ბრონირებული იყო, საქარე მინამ ვერ გაუძლო მსხვილი კალიბრის ტყვიებს. სროლის შედეგად ერთ-ერთი მცველი ჰერმან კუკი ადგილზე მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაჭრეს. შემდეგ თავდამსხმელებმა მანქანიდან $122,500 გაიტაცეს და მიიმალნენ. 9 თვის შემდეგ 1996 წლის 27 მარტს ლარი ფილიპსმა და ემილ მატასარიანუმ კიდევ ერთხელ სცადეს ჯავშან მანქანის დაყაჩაღება იგივე მეთოდით. მათ ფურგონიდან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯავშან მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მსხვილი კალიბრის ტყვიებმა კვლავ შეაღწია საქარე მინაში, რის შედეგადაც შიგნით მყოფი ერთ-ერთი მცველი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჯავშან მანქანის შესაჩერებლად. მძარცველებმა სცადეს გაქცეული მანქანის შეჩერება, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მტკიცებულებების გასანადგურებლად მათ თავიანთ ფურგონს ცეცხლი წაუგიდეს, შემდეგ სხვა მანქანაში გადაჯდნენ და მიიმალნენ.
პირველი წარუმატებელი ძარცვის შემდეგ 1996 წლის 2 მაისს დუეტმა კიდევ ერთი ძარცვა განახორციელა. ამჯერად მათ ლოს-ანჯელესში მდებარე ამერიკის ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში დილის 10 საათზე ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულების სროლით შეიჭრნენ და 30 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, აიყვანეს მძევლად. პანიკაში ჩავარდნილი ბავშვები გაუჩერებლად ტიროდნენ, რაც მძარცველებს ძალიან აღეზიანებდათ. ისინი მშობლებს ემუქრებოდნენ, რომ თუ ბავშვები ტირილს არ შეწყვეტდნენ, მათ მოკლავდნენ. ლარისა და ემილისთვის თანაგრძნობისა და სინდისის გრძნობა საერთოდ უცხო იყო. ფულის გამო ისინი ნებისმიერი საშინელების გაკეთებისთვის მზად იყვნენ. ხოლო იმ დღეს ძარცვისას ბანკიდან მათ $755,000 გაიტაცეს. 1996 წლის 31 მაისს ლარი ფილიპსმა და ემილ მატასარიანომ ამერიკის ბანკის კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. იმავე უბანში, სადაც 1 წლით ადრე ჯავშან მანქანას დაესხნენ თავს და დაცვის თანამშრომელი ჰერმან კუკი მოკლეს. ბანკში ისინი როგორც წინა შემთხვევაში, ისევ დილის საათებში შეიჭრნენ, მაგრამ ამჯერად მძიმედ დაჭრეს ბანკის 2 თანამშრომელი და ნაძარცვი თანხა $794,200 ისე წაიღეს. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ ბანკში უკვე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რის წყალობითაც გამომძიებლებმა შეძლეს თავდამსხმელების დანახვა. ჩანაწერებში ჩანდა 2 ნიღბიანი ათლეტური აღნაგობის მამაკაცი ავტომატებით ხელში, რომლებიც ნელი ნაბიჯით გადაადგილდებოდნენ ბანკის შიდა სივრცეში. ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის დრო, რომელიც თითოეულ ძარცვას სჭირდებოდა. 6 წუთი პირველ შემთხვევაში და 8 წუთი მეორე. ბანკების ძარცვისთვის ეს ძალიან დიდი დრო იყო. ისინი არასდროს ჩქარობდნენ არც ბანკში შესვლისას და არც გაქცევისას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათი მიზანი მხოლოდ ფულის გატაცება არ იყო. ისინი შეგნებულად არ ჩქარობდნენ, თითქოს უნდოდათ, რომ ადრე თუ გვიან ადგილზე მისული პოლიციის პირისპირ აღმოჩენილიყვნენ. 1997 წლის 28 თებერვალს, რამდენიმე თვიანი მომზადების შემდეგ, ლარი ფილიპსი და ემილ მატასარიანო თეთრი შევროლედით ამერიკის ბანკის მორიგი ფილიალისკენ გაემართნენ, რომელიც ლორელ კანიონის ბულვარის 6600 ნომერში მდებარეობდა. მანქანაში მათ დიდძალი შეიარაღება ჰქონდათ, მათ შორის უკანონოდ მოდიფიცირებული ცეცხლსასროლი იარაღები, ტყვია გაუმტარი ჟილეტების ჯიბეები სავსე ჰქონდათ მჭიდებითა და საბრძოლო მასალით. ლარის აღჭურვილობა თითქმის 20 კილოგრამს იწონიდა. მათ შორის ხელნაკეთი ტყვია გაუმტარი ჟილეტი, რომელიც მას თავიდან ფეხებამდე ფარავდა. ემილს შედარებით უფრო მსუბუქი აღჭურვილობა ჰქონდა, მხოლოდ ლითონის ბალისტიკური ფირფიტების ასიცოცხლო ორგანოების დასაცავად. ძარცვამდე სტრესის შესამცირებლად ორივემ დამამშვიდებელი მიიღო. საათის წამზომი 8 წუთზე დააყენეს. დრო, რომელიც მათი ვარაუდით პოლიციას დასჭირდებოდა ბანკში მისასვლელად განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ. ამ დროის დასადგენად ფილიპსი რადიოსკანერს იყენებდა პოლიციის შეტყობინებების მოსასმენად. დილის 9 საათსა და 16 წუთზე ლარი ფილიპსი და ემილ მატასარიანო მანქანიდან გადმოვიდნენ და ბანკის შესასვლელისკენ გაემართნენ. ნიღბიანი და მძიმედ შეიარაღებული მძარცველები პოლიციის 2 ოფიცერმა, ლორენ ფარელმა და მარტინ პერელომ შენიშნეს, რომლებიც საპატრულო მანქანით ლორელ კანიონის ბულვარში მოძრაობდნენ. მათ დაუყოვნებლივ გადასცეს შეტყობინება პოლიციის განყოფილებას ბანკის სავარაუდო ძარცვის შესახებ და დახმარება მოითხოვეს. ლარი ფილიპსი და ემილ მატასარიანო, როდესაც ბანკის შესასვლელს მიუახლოვდნენ, იქვე ბანკომატის ფოიედან გამოსული მომხმარებელი მძევლად აიყვანეს. ბანკში შეიყვანეს და იატაკზე დააგდეს. შემდეგ ავტომატებიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს და იქ მყოფ დაახლოებით 30 მომხმარებელსა და თანამშრომელს იატაკზე დაწოლა უბრძანეს. ბანკის გარეთ მდგომი 2 პოლიციელი ამ შემზარავ სცენას შორიდან აკვირდებოდა. მათ მიერ გამოძახებული დამხმარე ეკიპაჟები ძარცველების ბანკში შესვლიდან მალევე მოვიდნენ. თავდამსხმელებმა პოლიციის მისვლის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდნენ და ძარცვას აგრძელებდნენ. ლარი მძევლებს აკონტროლებდა. იატაკზე მწოლიარე შეშინებულ ადამიანებს შორის დადიოდა და ყველას მოკლით ემუქრებოდა, თუ ვინმე ადგილიდან გაინძრეოდა. ამ დროს მატასარიანო მსხვილკალიბრიანი იარაღით, რამდენიმე გასროლით ტყვია გაუმტარი კარი ჩაამსხვრია და სალაროში შეიჭრა. მენეჯერის თანაშემწე ჯონ ვილიგრანა იარაღის მუქარით აიძულა, სალარო გაეხსნა და ფულით ჩანთის შევსება დაეწყო.
თუმცა უსაფრთხოების მიზნით ბანკში ფულის მიწოდების გრაფიკი შეცვლილი იყო, რის გამოც სალაროში თანხა მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა. თავდამსხმელების ინფორმაციით იქ მინიმუმ $750,000 უნდა ყოფილიყო. განრისხებულმა მატასარიანომ სეიფს 75-ჯერ ესროლა, რის შედეგადაც თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. შემდეგ კი მან ბანკომატის გახსნა სცადა, მაგრამ ბანკის პოლიტიკის ცვლილების გამო ფილიალის მენეჯერს მასზე წვდომა აღარ ჰქონდა. მატასარიანოს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ ვილიგრანას ჩანთაში $750,000-ის ნაცვლად $303,305 შეკვრები ჩაალაგებინა. ლარი ფილიპსმა, რომელიც მძევლებს აკონტროლებდა, მოულოდნელად შეამჩნია, რომ ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოწვა. ქუჩიდან მანქანების ხმა აღარ ისმოდა. ის გარეთ გავიდა სიტუაციის შესამოწმებლად. ქუჩაში მოძრაობა შეწყვეტილი იყო, რაც ძალიან უცნაურად მოეჩვენა. მის მარჯვნივ შორი ახლოს გაჩერებული პოლიციის მანქანა იდგა, თუმცა მას დიდად არ მიაქცია ყურადღება და ისევ ბანკში დაბრუნდა. ბანკის ძარცვის პარალელურად პოლიციამ შენობა ალყაში მოაქცია. სამართალდამცველები მანქანების უკან ჩასაფრდნენ და მათ თვითმხილველებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები მძიმე შეიარაღებას, მსხვილ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღებს ფლობდნენ, მაშინ როდესაც პოლიციას მხოლოდ მცირე კალიბრიანი პისტოლეტები ჰქონდათ. სამართალდამცველები აცნობიერებდნენ, რომ შეიარაღებული შეტაკება გარდაუვალი იყო. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ პოლიციას არ ჰქონდა დრო ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაეყვანა. როდესაც ემილ მატასარიანო დარწმუნდა, რომ ბანკიდან დამატებით ფულს ვეღარ წაიღებდა, აიღო ჩანთა, სადაც მენეჯერის თანაშემწემ ფულის შეკვრები ჩაულაგა და ბანკის ჰოლში გავიდა, სადაც ლარი ფილიპს მძევლები ჰყავდა აყვანილი და უთხრა, რომ წასვლის დრო იყო. ლარიმ დაცვის თანამშრომელს უბრძანა, მძევლები ბანკის საცავში წაეყვანა, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი ბანკის გასასვლელისკენ გაემართა, სადაც მათ უკვე ჩასაფრებული პოლიცია ელოდებოდა. ლარი ფილიპსი პირველი გავიდა ბანკიდან და დაახლოებით 60 მეტრის მოშორებით პოლიციის მანქანა შენიშნა, რის შემდეგაც მყისიერად გახსნა ცეცხლი. პოლიციელები და მოქალაქეები ნასროლი ტყვიების თავიდან ასაცილებლად ქუჩაში გაჩერებული მანქანების უკან მიწაზე დაწვნენ. მანქანები, რომელთა უკანაც ისინი იმალებოდნენ, მთლიანად დაცხრილა ფილიპსმა, ხოლო რამდენიმე ტყვიამ მანქანები გახრიტა და მეორე მხარეს დამალული პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაჭრა. ლარი მთლიანობაში პოლიციის მიმართულებით 200-ზე მეტი ტყვია გაისროლა. შემდეგ კი ისევ ბანკში დაბრუნდა, მაგრამ მალევე გამოვიდა ემილ მატასარიანოსთან ერთად, რომელსაც ფულით სავსე ჩანთა ეჭირა. მათ გამოსვლისთანავე ინტენსიური სროლა დაიწყეს პოლიციის მიმართულებით, რის შედეგადაც კიდევ რამდენიმე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელები თითქმის ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან მძარცველები მათზე გაცილებით ძლიერად იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიციას მხოლოდ მცირე კალიბრიანი პისტოლეტები ჰქონდათ, რომელთა ტყვიებიც პრაქტიკულად ვერანაირ ზიანს ვერ აყენებდა ლარი ფილიპსისა და ემილ მატასარიანოს ტყვია გაუმტარ ჟილეტებს. მაგრამ მალევე სამართალდამცველებს იდეა მოუვიდათ და იმავე ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზიიდან შედარებით მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღდნენ. ახალი იარაღით ორმა პოლიციელმა თავდამსხმელებს პირველი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ლარი ფილიპსი დაიჭრა. ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც მძარცველთან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, გაბედა ღია სივრცეში გავიდა და მას ზურგში ორჯერ ესროლა. ტყვიები ლარის ზურგსა და ფეხებში მოხვდა. მძარცველი შებარბაცდა, შემდეგ კი გაბრაზებული შემობრუნდა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორივე მძიმედ დაჭრა. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. ემილი უწყვეტი სროლით ცდილობდა ფილიპსის დაცვას, რომელიც ფულის ჩანთით ხელში მანქანისკენ მიიწევდა. მოულოდნელად ფულის შეკვრებში დამალული საღებავიანი პაკეტები აფეთქდა და ნაძარცვი თანხა წითელი მელნით შეიღება. ლარიმ დასრული ჩანთა გადააგდო და სროლა განაახლა. თავდამსხმელები სამართალდამცველებს ინტენსიურად ესროდნენ და ისე ჩანდა, თითქოს გაქცევას აღარ გეგმავდნენ. ფილიპსი აუჩქარებლად მშვიდად გადაადგილდებოდა და ირგვლივ ყველაფერს ესროდა, რაც კი მოძრაობდა, მათ შორის საინფორმაციო ვერტმფრენებს, რომლებიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ამ საშინელ სანახაობას. პოლიციის საპასუხო სროლის დროს ემილ მატასარიანო დაიჭრა, რომელიც ტკივილისგან შოკში ჩავარდნილი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. მალევე მასთან ლარი ფილიპსიც მივიდა. იმ მომენტში მათ ადვილად შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ ამის ნაცვლად დაპირისპირებას აგრძელებდნენ. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ლარის, რომელსაც პოლიციელები ზულდა, ამ ბრძოლაში ერთგვარ სიამოვნებას იღებდა.
და რადგან ურთიერთობაში ის ლიდერი იყო, ემილი როგორც ჩანდა მას ემორჩილებოდა. ერთ მომენტში ჩანდა როგორც ცდილობდა მატასარიანო ლარის დარწმუნებას, რომ გაქცეულიყვნენ. მან მანქანის შიგნიდან ლარის კარი გაუღო, რაც სავარაუდოდ ნიშნავდა, რომ წასვლის დრო იყო, თუმცა ლარი ფილიპს წასვლა არ სურდა და კარი მიჯახუნებით დახურა. ამ ეპიზოდიდან ჩანდა, რომ შესაძლოა ემილ მატასარიანოს სისხლის ზღვრის დასრულება უნდოდა, ან შესაძლოა მან რადიო გადამცემით გაიგო, რომ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პოლიციის დასახმარებლად უკვე გზაში იყვნენ. ლარისთან ლაპარაკის პარალელურად ემილმა მანქანა დაძრა და ნელისვლით ავტოსადგომის ჩრდილოეთ გასასვლელისკენ წავიდა. ლარი კი ფეხით მიჰყვებოდა მანქანას გვერდით და ირგვლივ ჩასაფრებულ პოლიციელებს შეუჩერებლად ესროდა. მოულოდნელად ლარის იარაღმა გაუჭედა. ის იქვე მდგომ სატვირთოს უკან დაიმალა და იარაღის გასწორება დაიწყო. ემილი, რომელიც ისევ მანქანაში იჯდა, ლარის ეძახდა და გაქცევისკენ მოუწოდებდა. თუმცა ლარი პასუხს არ სცემდა და ჯიუტად ცდილობდა გაჭედილი იარაღის მწყობრში მოყვანას. ამ დროს სატვირთოსთან ახლოს მდგარი პოლიციის მანქანიდან დამალული ოფიცერი გადმოვიდა და ემილ მატასარიანოს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის ნასრულმა ტყვიამ მანქანის საქარე მინა გახრიტა და მატასარიანოს სახეს მილიმეტრებით ასწდა. შეშინებული ემილი სავარძლებს შორის ჩაწვა და მანქანა მოწყვეტით დაძრა, რათა ნასრული ტყვიებისთვის თავი აეცილებინა. ლარი კი ამ დროს სატვირთოს უკან ისევ უშედეგოდ ცდილობდა იარაღის გადატენვას. ამ მომენტით ერთ-ერთმა ოფიცერმა ისარგებლა, თავდამსხმელს პისტოლეტიდან ესროლა და სწრაფად გაიქცა, რათა ლარის საპასუხო ცეცხლისთვის თავი აერიდებინა, თუმცა ლარის იარაღი კვლავ გაჭედილი იყო და სროლა ვერ მოახერხა. სამართალდამცველმა კიდევ ერთხელ ისარგებლა ლარის ამ მდგომარეობით და რამდენჯერმე ესროლა. ერთმა ტყვიამ ლარის მარჯვენა ლავით თან მდებარე არტერია დაუზიანა და მძიმე ჭრილობა მიაყენა. მიუხედავად ამისა, გაბრაზებულმა ლარიმ პისტოლეტი ამოიღო და ოფიცრისკენ სროლით დაიძრა, მაგრამ ამ დროს სხვა პოლიციელის ნასროლი მარჯვენა მკლავში მოხვდა, რის შედეგადაც იარაღი ხელიდან გაუვარდა. სავარაუდოდ სწორედ იმ წამს გააცნობიერა ლარი ფილიპსმა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულებული იყო. მან იარაღი მიწიდან აიღო, ლულა ნიკაპთან მიიდო და სასხლეთს ბოლოჯერ დააჭირა. პარალელურად ემილ მატასარიანო, რომლის მანქანასაც ორივე უკანა საბურავი და საქარე მინა პოლიციის ტყვიებით უკვე დაცხრილული ჰქონდა, ცდილობდა გზაზე შემხვედრი მანქანის გატაცებას და გაქცევას, თუმცა მისი რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ერთ მომენტში მან ხელი იმ მიმართულებით აიქნია, სადაც მეგობარი ლარი ფილიპსი ეკულებოდა. შემდეგ მკერდზე ორჯერ დაირტყა ხელი, თითქოს ამ ჟესტით მას ემშვიდობებოდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ კრემისფერ პიკაპს გზა გადაუჭრა და ცეცხლი გაუხსნა. ნასროლმა ტყვიებმა საქარე მინა ჩაამსხვრიეს და მძღოლს სახესა და ხელებზე დაზიანებები მიაყენეს. შეშინებულმა მძღოლმა პიკაპი მიატოვა და გაიქცა. მატასარიანომ იარაღი და ვაზნები პიკაპში გადაიტანა და მანქანის დაქოქვა სცადა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მძღოლმა გაქცევამდე ძრავის დაბლოკვა მოახერხა და ავტომობილი გამოუსადეგარი გახდა. ამ დროს ქუჩაში მოპირდაპირე მხრიდან დიდი სისწრაფით მომავალი პოლიციის საპატრულო მანქანა გამოჩნდა, რომელშიც სამი სპეცრაზმელი იჯდა. ისინი სწრაფად მიუახლოვდნენ მატასარიანოს მანქანას და მკვეთრად დაამუხრუჭეს. სპეცრაზმელების დანახვისთანავე ემილი მოპარული მანქანიდან გადმოვიდა და საკუთარი შევროლეტის წინ პოზიცია დაიკავა, რათა 10 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მყოფ სპეცრაზმელებთან შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მზად ყოფილიყო. პირველად შეტაკების განმავლობაში ორივე მხარე თითქმის თანაბრად იყო შეიარაღებული, თუმცა ვითარებიდან ნათლად ჩანდა, რომ მატასარიანოს გაქცევის შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ის დანებებას მაინც არ აპირებდა. მანქანის უკან ჩასაფრებული ემილი მალევე მოექცა სპეცრაზმელების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ. ის ბრმად ისროდა საპასუხოდ, თუმცა მისი ტყვიების უმეტესობა საკუთარი მანქანის საქარე მინას და ღია საბარგულს ხვდებოდა. სპეცრაზმელები სროლას აგრძელებდნენ, რამდენიმე ტყვია ემილს მკერდში მოხვდა, თუმცა ჩავშან ჟილეტმა და ბალისტიკურმა ფირფიტამ ის სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც სპეცრაზმელები მიხვდნენ, რომ თავდამსხმელი დანებებას და სროლის შეწყვეტას არ აპირებდა, მათ მისი ყველაზე დაუცველი ადგილი ფეხები მიზანში ამოიღეს. მანქანის ქვემოდან ნასროლი ტყვიები მატასარიანოს ფეხებში მოხვდა. მძიმე ჭრილობებისგან ფეხებმა სხეულის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ძალა გამოცლილი თავდამსხმელი ძირს დაეცა. მატასარიანოს სულ 29 ჭრილობა ჰქონდა ფეხებში მიყენებული და ის სისხლისგან სწრაფად იცლებოდა. სპეცრაზმელებმა ის მუცელზე გადაატრიალეს და ხელბორკილები დაადეს, თუმცა ძირს მწოლიარე ხელბორკილ დადებული და სისხლში ამოსვრილი ემილი მაინც იყიმოდა. ის აგინებდა სპეცრაზმელებს
29 მელებს და ყვიროდა, რომ ეს სრულად მისთვის და დაწყებული საქმე დაემთავრებინათ. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ემილ მატასარეანუ მიღებული ჭრილობებისგან სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. 44 წუთიანი ჯოჯოხეთის შედეგად ჩრდილოეთ ჰოლივუდში იმ დღეს 1700-ზე მეტი გასროლა განხორციელდა. აქედან 1100 ტყვია მძარცველებმა გაისროლეს, რაც საშუალოდ ყოველ 2 წამში ერთ გასროლას ნიშნავდა. ამ საშინელი შეტაკების დროს მხოლოდ 2 ადამიანი დაიღუპა. ბანკის მძარცველები ლარი ფილიპს უმცროსი და ემილ მატასარეანუ. გარდა ამისა, 8 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 პოლიციელი დაიჭრა. ასევე დაზიანდა 12 საპატრულო და 85 სამოქალაქო მანქანა. კედლებში დარჩენილი ასობით ნატყვიარი კი ნათლად ასახავდა იმ დღეს მომხდარ საშინელებას. ჩრდილოეთ ჰოლივუდის სროლა მკაფიოდ გამოავლინა პოლიციასა და კრიმინალებს შორის შეიარაღების დისბალანსი. სამართალდამცველთა მსუბუქი შეიარაღება სრულიად უძლური აღმოჩნდა მძარცველების მსხვილკალიბრიან ავტომატებსა და ტყვია გაუნტარ ჟილეტებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მალევე ლოს-ანჯელესის პოლიციას და შემდგომში შეერთებული შტატების სხვა დეპარტამენტებსაც შეიარაღებაში გადაეცათ ნახევრად ავტომატური შაშხანები, რათა მსგავსი ინციდენტების დროს მზად ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მძარცველების სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასრული იარაღი, თუმცა მოპარული თანხის უმეტესი ნაწილი დაახლოებით $1,500,000, რომელიც წინა ძარცვებიდან იყო ნაქურდალი, ვერსად ვერ იპოვეს. ლარი ფილიპსის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ვიდეოფირი აღმოაჩინა, რომელზეც ჩაწერილი იყო 1995 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის ჰით. პოლიციის ვარაუდით, სწორედ ეს ფილმი იყო ლარი ფილიპსისა და ემილ მატასარეანუს ძარცვების შთაგონების წყარო.